მოგესალმებით, ეს არის Redline, მე ვარ ბექა პატურაშვილი. გვიან ღამით ვწერს, ამის ნახევარია დაახლოებით თბილისში, 22 ივნისი თენდება. ამ ვიდეოს ჩაწერა გადავწყვიტე იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან საინტერესო მოვლენის მომსწრე შეიძლება გავხდეთ. შესაძლოა სწორედ ამაღამ ისრაელის და ირანის კონფლიქტში პირდაპირ ჩაერთოს ამერიკის შეერთებული შტატები. ეს არის, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით არ შემდგარა ეს ფაქტი, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი სამხედრო მიმომხილველები საქართველოში თუ საზღვარგარეთ, მათ შორის ისრაელში, შეერთებულ შტატებში და ასე შემდეგ, საუბრობენ ამ შესაძლებლობაზე და ამის საფუძველი არსებობს. ამის საფუძველი გახლავთ ის, რომ რამდენიმე საათის წინ შეერთებული შტატებიდან, მისურის შტატიდან აფრინდნენ ამერიკული ბომბდამშენები, B2-ები, სტელსები, რომელიც არის განსაკუთრებული ბომბდამშენი იმ გაგებით, რომ მას შეუძლია სწორედ იმ მძიმე ბომბების გადატანა, მოპების გადატანა, კერძოდ, რომელიც გამოიყენება სიღრმეში განთავსებული ბუნკერების გასანადგურებლად. და ეს არის ის, რასაც მთელი ამ დროის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც 13 ივნისის შემდეგ დაიწყო ისრაელმა ოპერაცია, ლომის გამოღვიძება და შეუტია ირანის ობიექტებს, ითხოვს ამერიკის შეერთებული შტატებისგან, რომ მათ შეძლონ საქმის ბოლომდე მიყვანა, მათ ჭირდებათ ის, რომ გაანადგურონ ირანის ერთ-ერთი მთავარი ბირთვული ობიექტი, ფორდოს ბირთვული ობიექტი, რომელიც განთავსებული არის სხვადასხვა ინფორმაციით მიწის სიღრმეში, დაახლოებით 60-დან 90 მეტრამდე სიღრმეზე არის საუბარი და ისრაელს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი სამხედრო შესაძლებლობებით უბრალოდ ესეთი სპეციფიური ბომბები მათ არ გააჩნიათ, გაანადგურონ ეს ობიექტი, რომლის განადგურებაც ძალიან ჭირდებათ და რომელიც რეალურად თუ მოხდა ასე წერტილს დაუსვამს ფაქტობრივად ან ძალიან დიდი ხნით გადაავადებს ირანის ბირთვულ ამბიციებს და იმ ამბიციას კერძოდ რომ მათ შექმნან ბირთვული იარაღი. ამეჭვებს რომ შესაძლოა სწორედ ამაღამ მოხდეს დარტყმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ აი ამ ჰაერში აფრენილი B2-ების გამოყენებით ამყარებს ერთი გარემოება, რომელზეც ყველა საუბრობს და ყველა წერს, რაც კი შემომხვდა მიმოხილვები ამ თემაზე, რომ როდესაც მოხდა აფრენა ძალიან მალე ჯერ კიდევ შტატების საჰაერო სივრცეში მოხდა ამ ბომბდამშენების საწვავით შევსება. და ეს იყო უცნაური ფაქტი. იქიდან გამომდინარე, რომ როგორც წესი ისინი საკმაოდ დიდ მანძილზე ფრენისთვის არის გათვლილი მათი ავზებით შესაბამისად და იმ შემთხვევაში თუ ისინი უბრალოდ მიემართებოდნენ ინდოეთის ოკეანეში ბრიტანეთის და შტატების ერთობლივი ბაზის მიმართულებით, ეს ბაზა მდებარეობს კუნძულ დიეგო გარსიაზე, მათ არ დაჭირდებოდათ დამატებით ავზების შევსება, თუ არ ქონდათ მათ მძიმე ტვირთი. და ამ მძიმე ტვირთზე, როდესაც არის საუბარი, იგულისხმება ეს მოპის მძიმე ბომბები, რომელიც იწონის 14 ტონას დაახლოებით და ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, რომ შესაძლოა თითოეულ ბომბდამშენს ჩატვირთული კონდეს 2 ცალი მოპის ბომბი. ეს კი ქმნის იმ გარემოებას, რომ ბომბდამშენი მძიმდება, ამ შემთხვევაში მას მძიმე ტვირთი გადააქვს და სწორედ ამიტომ ხდება მისი დამატებით დასაწყისშივე, ამ მარშრუტის დასაწყისშივე მოხდა აი ამით ხსნიან სამხედრო ექსპერტები, რომ მოხდა საწვავით შევსება. გარდა ამისა, წავიკითხე კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი, სხვათა შორის ქართველი სამხედრო მიმომხილველის ირაკლი ლექვინაძის, რომელიც წინა ეპიზოდში ჩემი სტუმარი იყო, ერთ-ერთ წინა ეპიზოდში, ის ამბობდა ესეთ რამეს, რომ როგორც წესი, თუ დადასტურდება ის, რომ 2 მოპის ბომბი არის განთავსებული ამ B2-ებზე, ამ შემთხვევაში ის თუ ტვირთისგან არ გათავისუფლდება 2 ბომბით
თვითმფრინავის დასმა არის რისკთან დაკავშირებული. ანუ ამ შემთხვევაში, როგორც ირაკლი ხსნის, ან საწვავი უნდა დაღვაროს ბომბდამშენმა, რომ ზედმეტი ტვირთისგან გათავისუფლდეს, ან ბომბი უნდა ჩამოაგდოს. შესაბამისად, ასეთ ძვირფას შეიარაღებას უბრალოდ ზღვაში არ ჩამოაგდებენო, ის აღწერს ასეთ ვერსიას და თუ მართლაც მძიმე ბომბებით შეიარაღებული ეს ბომბდამშენები მიფრინავენ, რჩება ერთადერთი ვერსია, რომ მათ მისია აქვს შესასრულებელი და აი ეს მოსაზრებაც ამყარებს აი ამ ვერსიას სწორედ. არ არის გამორიცხული, რომ მოკლედ ეს ოპერაცია ამერიკის ჩართულობით სწორედ უახლოეს საათებში განხორციელდეს. უნდა შევეხო ძალიან მოკლედ, ვიდრე დავასრულებ ვიდეოს პოლიტიკურ გარემოებებს. შტატების პოზიცია თავდაპირველად იყო ძალიან მკაფიო. ტრამპი ამბობდა ყველა ჯერზე, რომ ირანმა ყველა ლიმიტი ამოწურა, მას მიცემული ჰქონდა 60 დღიანი ვადა იმისთვის, რომ წასულიყო მოლაპარაკებებზე და მათ შორის მათთვისვე სასარგებლო შეთანხმება გაეფორმებინა, თუმცა ეს ვადა ამოიწურა და 61 დღეს სწორედ 13 ივნისს დაიწყო ისრაელმა ეს ოპერაცია. ამის შემდეგ უკვე ჩვენ ვნახეთ ერთი მიცემული შანსი გუშინ გაიმართა შეხვედრა ჟენევაში ირანის ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით და აქაც პრინციპში შედეგი არ დადგა. ირანულმა მხარემ განაცხადა, რომ ისინი განაგრძობენ მოლაპარაკებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი შეწყვეტს სამხედრო ოპერაციას და მათ სამხედრო შესაძლებლობებზე ავიაიერიშებს. და ამის შემდეგ მოხდა უცნაური ამბავი ბევრისთვის გასაკვირად, მიუხედავად ტრამპის კატეგორიული ტონისა, რომელიც მას ჰქონდა წინა დღეების განმავლობაში, მან ახალი დედლაინი დაასახელა, თქვა ორკვირიანი ვადა და ახსნა, რომ სწორედ 2 კვირის განმავლობაში მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას იმ გეგმის აღსრულებასთან დაკავშირებით, რომელიც სამხედრო კომპონენტის ნაწილში უკვე შეთანხმებული არის, უბრალოდ პრეზიდენტის ბრძანება ჭირდება, მიიღებს გადაწყვეტილებას დაარტყას თუ არა ფორდოს ბირთვულ ობიექტს და საბოლოოდ, რაც უნდა აღვნიშნო, აქ ისევ ისრაელის პოზიცია არის. ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ის არაპირებს 2 კვირა ლოდინს, მათი ამოცანა არის, რაც შეიძლება სწრაფად განეიტრალონ ირანის ბირთვული ამბიციები და ამისთვის თუ არ იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა, ისინი საქმეს თავად გააკეთებენ. ერთ-ერთი ვერსიით არის ასეთი ინფორმაცია, რომ ისინი განიხილავენ სამხედრო ოპერაციის ჩატარებასაც, ცოტა ფანტასტიკის სფეროს გავს ეს ყველაფერი, მაგრამ ისრაელის შეიარაღებული ძალები მთელ მსოფლიოს აკვირვებს და მათგან არაფერი არ არის გამორიცხული, მოკლედ ითქვა ასეთი რამ, რომ ისინი გადასხამენ სპეციალური ოპერაციების ძალების ჯგუფებს და ჩააღწევენ ფორდოს ბირთვულ ობიექტზე და ისე აი ამ ხერხით სახმელეთო ოპერაციის გზით მოახდენენ იქ კონტროლის ამყარებას და განადგურებას საბოლოოდ ამ ობიექტის, თუმცა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი მაინც არის, რა თქმა უნდა, და ყველაზე სწრაფი და ეფექტური, ყოველ შემთხვევაში ამაზე ძლიერი იარაღი არ არსებობს, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს, აი ამ მძიმე ბომბების 14 ტონიანი მოპების სახით და მაინც ძირითადი სწორება არის იმაზე, რომ შეერთებული შტატების გადაწყვეტილება იქნება შესაბამისი და ისინი დაარტყამენ აი ამ მძიმე ბომბების მეშვეობით ირანის ბირთვულ ობიექტს. სწორედ აი ამ მომენტში ვართ ახლა, დიდი ალბათობით ეს მთელი რიგი გარემოებები, რაც მე აგიღწერეთ, დაწყებული იქიდან, რომ 6 ბომბდამშენი მინიმუმ სხვა ინფორმაციით 8 ბომბდამშენი აფრინდა უკვე, ისინი ცაში არიან, მიემართებიან იდეაში ბაზირებისთვის განკუთვნილი ავიაბაზისკენ, მაგრამ აქ მოხდა კიდევ ერთი ამბავი, რომ რაღაც მომენტში მათი სიგნალებიც გაითიშა. ბევრი მოკლედ ვარაუდობს, რომ შესაძლოა სწორედ ამაღამ იყოს ის მომენტი, როდესაც ისინი პირდაპირ ჩაერთვებიან საქმეში. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. აქვე დავაანონსებ, რომ ხვალ უკვე საღამოს საათებში მეყოლება სტუმარი, რომელთან ერთადაც მიმოვიხილავ კვლავ მიმდინარე
პროცესებს ირანთან და ისრაელთან დაკავშირებით და ვნახოთ იმ მომენტში შესაძლოა აბსოლუტურად სხვანაირი სურათი იყოს და ან კიდევ შეიძლება უფრო მეტი სიცხადე იყოს გაჩენილი ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხში აი ამ ოპერაციაში ან თუნდაც იგივე რა ნაბიჯებს გადადგამს ისრაელი დამოუკიდებლად. დაგემშვიდობებით, სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა, ალბათ მოკლე ვიდეო გამოგვივიდა და მინდოდა რომ საქმის კურსში ყოფილიყავით ყველა ერთად. მადლობა ჩვენს მაყურებლებს, ამასობაში გეტყვით რომ დღეს 5000 გამომწერი შევასრულეთ და ძალიან მიხარია ჩვენი აუდიტორია რომ იზრდება, თუ მოგწონთ ჩვენი არხი, თუ მოგწონთ ჩვენი თემები, დისკუსიების თემები და სტუმრები, გამოიწერეთ, დაწერეთ კომენტარები, რა თქმა უნდა, რას ელოდებით თქვენ რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ის რომ ჩაერთოს შეერთებული შტატები, გამოთქვით თქვენი აზრები, რას ფიქრობთ ასეთ შემთხვევაში რა მოხდება, როგორ განვითარდება, თუ გინდათ კითხვები დაგვიტოვეთ, იმიტომ რომ შემდეგ ვიდეოშიც ამაზე ვაპირებთ საუბარს და მოკლედ დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს.